როგორ ემზადება ქართული ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრო 4 ოქტომბრისთვის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ირაკლი ნადირაძის ინფორმაციით მათ მოიპოვეს დეტალური გეგმა აქციის დღეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მოქმედების შესახებ. გავრცელებულ სლაიდებში დეტალურადაა აღწერილი აღჭურვილობა და სპეციალური საშუალებები, რომელიც ოპოზიციის ინფორმაციის შესაძლოა აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ გამოიყენონ. ასევე საუბარია გადაადგილების სტრატეგიებსა და ლოკაციებზე. თუ სოციალურ ქსელში გავრცელებულ დოკუმენტებს დავუჯერებთ, 4 ოქტომბერს დაგეგმილია ყველა ძირითადი დანაყოფის, მათ შორის სასაზღვრო პოლიციის, დაცვის პოლიციის, კრიმინალური პოლიციისა და გენერალური ინსპექციის თანამშრომლების გამოყვანა. ირაკლი ნადირაძე ამბობს, რომ ეგრეთ წოდებული სამოქმედო გეგმა საიდუმლოდ თავად უწყებიდან მიაწოდეს. მისი მტკიცებით, ძალოვნების უდიდეს ნაწილს ხალხთან დაპირისპირება არ სურს. როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რუსთაველზე დიდი რაოდენობის ხალხის გამოსვლის შემთხვევაში ეს გეგმა წარუმატებლობისთვის ისედაც განწირულია. ფაქტია, რომ რეჟიმს ძალიან ეშინია მოახლოებული 4 ოქტომბრის მშვიდობიანი რევოლუციის და ამის ნათელი დადასტურება ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი წერილიც. ფაქტია ისიც, რომ სუსი ამ დრომდე ცდილობდა და ცდილობს მოიპოვოს პაატა ბურჭულაძის და ჩვენი სამოქმედო გეგმა, რას ვაპირებთ 4-ში, მაგრამ ამის ნაცვლად აღმოჩნდა, რომ ჩვენ მოვიპოვეთ მათი სამოქმედო გეგმა, რას აპირებენ ისინი. ეს ნათელი დადასტურება იმისა, რომ მოედინება ზღვა ინფორმაცია ქართული ოცნებიდან, მათ შორის მათი ძალოვანი უწყებებიდან და ერთი რამ არის მთავარი. ვერანაირი ბიძინა ივანიშვილის ვერც გეგმა, ვერც ხრიკი ვერ იმუშავებს, თუ ჩვენ გამოვალთ ქუჩაში ასობით 1000 გულანთებული პატრიოტი, თავისუფლების მოყვარე ქართველები, ადამიანი და ამას თვითონაც ამბობენ, რომ თუ ბევრი ხალხი იქნება, ისინი უბრალოდ დამთავრებულები არიან. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ გავრცელებული ფურცლების გაჟონვა სინამდვილეში შინაგან საქმეთა სამინისტროდან არ მომხდარა და ნაციონალურ მოძრაობას დოკუმენტში გაეპარა ფოტო, რომელიც მათ ამხელს. ვინაიდან ოცნების მტკიცებით ფოტოზე ნაჩვენებ კარზე უკვე 2 წელია დამატებითი რკინისკარი და ჩამკეტია დაყენებული. ოცნების ინფორმაციით რეალურად მსგავსი გეგმა ირაკლი შაიშმელაშვილმა ხელმძღვანელობას წარუდგინა, როცა ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში მუშაობდა. საერთო ჯამში აჩვენებს მათ განწირულ მდგომარეობას. ნახე მეც და სასაცილოა ხო, იმასაც კი არ დააკვირდნენ, რომ დიდი ხანია უკვე საქართველოს პარლამენტის შემოსასვლელი ჭიშკრები სხვანაირად გამოიყურება, მათ შორის დამატებითი გამაგრებაც აქვს, სწორედ იმიტომ, რომ შიდა ტერორისტები ყავს, რომელიც გარედან იკვებებია. ასე რომ ეს ამან გაყიდა საბოლოო ჯამში, რომ ეს არის შაიშმელაშვილის მიერ რაღაც მიწოდებული რაღაც ფურცლები და ეს აჩვენებს ერთ რამეს. პირველი რომ რაც შეეხება ბატონ შაიშმელაშვილს. პირველი რომ ის როდესაც ადამიანი რომელიც სამხრეების ქვეშ იყო გარბის ქვეყნიდან და გარედან ცდილობს ქვეყანაში 90-იან წლების დატრიალებას და ძალადობის წაქეზებას, ეს არის უმაღლესი ხარისხი ქვეყნის ღალატისა. 4 ოქტომბერს დედაქალაქში მასშტაბური აქციაა დაანონსებული, რომლის ორგანიზატორი მოძრაობა რუსთაველის გამზირია. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ამ დღეს თბილისის ქუჩებში 100,000-ობით ადამიანი გამოვა, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლებას მშვიდობიანად დაამხობს.